აი ესეთი ძვირფას ადამიანად ითვლება, მაგრამ აი პირი რო გააღო, მივხვდით რომ აი შეიძლება ძალიან ძვირფასი ქვაბი დგას დაუშვათ კარგად აი ლამაზი თავსახური აქვს, ახალია და გონია რომ აქ ახლა ისეთი გემრიელი კერძი იქნება რომ თითებს ჩაიკვნეთ. მაგრამ თავსახური ახადე და ისეთი მყრალი სუნი ამოვარდა რომ ერთი სული მოშორდა იქაურა. აი ეს იყო ეგეთი კაცი. გარეგნულად შეხედავდი, მოგეწონებოდა, დაგაინტერესდებოდა, მაგრამ ქვაბის თავსახური, ანუ პირი გააღო თუ არა, მორჩა, აღარ გვინდა მაგასთან ურთიერთობა. ეს მეორე კაცი შევადაროთ აი დაჭეჭკილი ქვაბია. და რაღაცა უშნოა და ეხლა თუ ძალიან არ გშია იმ ქვაბს რო არც გაეკარებდა, რო გშია ეხლა ყველაფერზე შეიძლება პატარა ნამცეციც კი გემრიელია და იმქაც მიდიხარ რომ ახადო და გონია რომ შეიძლება იქ რაღაცა უგემური საკვებია. მაგრამ მივედით და ვნახეთ რა, ეს კაცი არის მეზვერე. დავით, ხელი დაგეღლება, თუ არა ვარჯიშობ, ჩამოიღე, თუ ვარჯიშობ, გააგრძელე. ცოტა ხანი რაღაც უნდა მოვა. მეზვერეები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხარკს კრებდნენ თავის მოსახლეობაში. იუდეა დაპყრობილი იყო რომაელთა მიერ და რომაელებმა იუდეაში ხარკის ამკრებებად იუდეველები დააყენეს, ებრაელები დააყენეს. მაგრამ ეხლა ეს ხარკის ამკრებები როგორები იყვნენ? მიდიოდნენ ხალხთან და რაც დაწესებული იყო, იმაზე მეტს ართმევდნენ. და რაც დაწესებული იყო, ის რომში მიქონდა და დანარჩენი ჯიბეში. ესენი მდიდდებოდნენ გაჭირებული ხალხის კიდევ უფრო მეტად გაჭირების ხარჯზე. მაგრამ ეხლა ნახეთ, ყველა მიცის რომ ეს უარგისი კაცია, ამასთან ლაპარაკს არავინ არ ესე იგი კადრულობს. აი როგორც იმ დაჭეჭკილი ქვაბი, არავის არ აინტერესებს მიგდებული. მაგრამ ამ კაცმა პირი გააღო, ავხადეთ ქვაბის თავსახურს. და ნახე რა სიტყვები ამოვიდა. თავს ზემოთ ვერ წევს, ნახეთ როგორ არის. თავს ზემოთ ვერ წევს, მუხლებზეა დაჩოქილი. მუშტს გულში ირტყამს და ამბობს, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. ანუ მაპატიე ჩემი ცოდებიო, ესე რო თქვა. მეტი არაფერს არ ამბობს. არც ამბობს ამას ჯობი ვარ, იმას ჯობი ვარ, ეს გავაკეთე, ის გავაკეთე, არ აქებს. არ ამაყობს, ხებს არ ადარებს თავის თავს, არამედ ერთადერთ რამეს ითხოვს ღვთისგან. მაპატიე ღმერთო ჩემი ცოდებიო. და ეხლა ნახეთ, ეს შემთხვევით კი არ არის ბავშვობა, აი ნახეთ, აქ უფალია გამოსახული და თავისი მაკურთხეველი მარჯვენა. აი ხატებს თუ დააკვირდებით, არის ხოლმე მაკურთხეველი მარჯვენა. აი წმინდა გიორგის ხატს დააკვირდით. ეს ხატი ერთმა ძვირფასმა ადამიანმა მოაბრძანა. ნახეთ წმინდა გიორგის ხატზეც ღვთის მაკურთხეველი მარჯვენა ხო არის გამოსახული კუთხეში. წმინდა გიორგის აკურთხებს უფალი, ლოცავს უფალი. ამ შემთხვევაშიც უფალი აკურთხებს არა ფარისეველს, არამედ მეზვერეს. ესე იგი ამით უფალი გვიდასტურებს, რომ მისი ლოცვა მოეწონა. მისი გული მოეწონა. ეხლა თქვენ უნდა მითხრათ, რა იყო მოსაწონი ამ მეზვერის ლოცვაში. და ჩვენ რა შემთხვევაში დავემსგავსებით ამ მეზვერეს, რომ ჩვენი ლოცვაც და ჩვენი გულიც უფალს მოსწონთ.